ანა ჩახაშვილმა რა ვიცი რა მკურნალობა დაუნიშნა ისეთი რომ 3 დღის წინ კარგად გძნობდა თავს მეოთხე დღეს რო ჩამოვედი ფაქტიურად მამაჩემი აღარ იყო ქონდა ჰაერის უკმარისობა და რეანიმაციაში რო გადაიყვანეს ფაქტიურად რო შეიყვანეს 1 საათი არც იყო გასული რომ გამოვიდა და გვითხრეს რომ თქვენი ავადმყოფი გარდაიცვალაო არავითარი არაფერი არ გაუკეთა ბოლო წუთამდე ისიც სხვა ექიმმა გააკეთა აი ექიმისა მეტნაკლებად მადლიერიც ავარ შეიძლება მაგრამ აი ზუსტად იმ ექიმის ხელში მე თვითონ დაუჭირე ექიმს როგორ სწხოვდა ანა ჩახოშვილი რომ შესვლილიყო ისტორია და წავართვი ტელეფონი. დღემდე ისტორიაში რა არის ჩაწერილი არ ვიცი. დღემდე სურათი რო გადაუღეს რა აღმოჩნდა რა იყო. ვითხოვ, იქნება აგრამი ავადმყოფობა, იქნება ქონდა სიმსივნე, იქნება რეალურად მართლა ავადმყოფობის შედეგად დაიღუპა, მაგრამ არავით არ რეაგირება არ არის. არც რაიონი, არც არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. გამგებლის მოადგილეც იყო აქ მივმართე, არა მე ექიმი არა ვარ და ვერაფერს გიშველიო. ყველანაირი ყველას მივმართე და აბსოლუტურად არავინ ყურადღება არ მომაქცია. მოვითხოვ დაისაჯოს ისე რის ღირსიც არის ექიმი დღემდე არ გვაძლევენ ისტორიას საბუთი აქვს მოწვილი ფორმა 100 რომელსაც არანაირი ბეჭედი არ აქვს და არანაირი არაფრად არ ვარ რეაგირებული რის ნიადაგზეა დაღუპილი ადამიანი ბეჭედი არ აქვს ეს არის ფარატინა ქაღალდი და მეტი არაფერი თავიდან როცა შემოვედი სტაციონარში მედიკამენტები მე თვითონვე მომთხოვეს და მე თვითონვე შემომქონდა იმ 2 დღის მანძილზე იყო პაციენტი კარგად და იმ 2 დღის მერე უკვე თავიანთი წამლები მისცეს და გაუარეს და მდგომარეობა და რა მისცეს ნამდვილად არ ვიცი გადაიყვანე მკვდარი, დაღუპილი გადაიყვანე და ექსპერტიზა ჩაუტარეო. ექსპერტიზის სახსრები რომ მქონოდა, ამ სამკვდრის ავადმყოფოში კი არ მოვიყვანდი, მომაკვდავს დაუშვათ. ის მომაკვდავი ხო არ იყო და კარგად იყო და ჯამთელი იყო, ხო? ამით მიჭერენ მე რომ არ მაქვს შესაძლებლობები, თორე ბოლომდე ვიბრძოლებ. რო დავალება თუ ასე ეცეს.